გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ვარშავის სასამართლომ რუსეთის 2 მოქალაქეს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენს რუსეთის კიდევ 4 მოქალაქე ელოდება. პოლონეთ-რუსეთის საფეხბურთო მატჩამდე და შემდეგ მომხდარი არეულობის გამო პოლიციამ რუსეთის 24 მოქალაქე დააპატიმრა. ხულიგნობის გამო რუსი გულშემატკივრების ნაწილს პოლონეთიდან გააძევებენ. ევროპარლამენტის წევრი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას ევროპის ჩემპიონატისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. ამასთანავე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში უსამართლოს ხედან. რებეკა ჰამსმა რამდენიმე დღის წინ ხარკოვის საავადმყოფოში იულია ტიმოშენკო მოინახულა. ნათელი უნდა მოეფინოს შეკითხვას თუ ვინ იხეირა მშენებლობით, მაგალითად ხარკოვსა და კიევს შორის დამაკავშირებელი გზა კარგ მდგომარეობაში არ არის. საწავი და ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხები. დღეს ყველას ყურადღება ევროპის ჩემპიონატზეა მივპყრობილი. უკრაინაში კი არადემოკრატიული პროცესები ვითარდება. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ქსენია სობჩაკს საზღვარგარეთის პასპორტი დაუბრუნეს, თუმცა გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები ცნობილი ტელეწამყვანის ბინაში აღმოჩენილი 1.480.000 ევროს წარმომავლობას იკვლევენ. სობჩაკის განცხადებით, ფულთან დაკავშირებით ყველა საბუთი წესრიგში აქვს და შეუძლია დეკლარაცია წარადგინოს. იაპონიის მთავრობის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. 200-მდე დემონსტრანტი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეიკრიბა. მომიტინგეები ატომური სადგურების განახლების მცდელობას აპროტესტებენ. ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ იაპონიაში 50-ვე რეაქტორი დაიხურა, მაგრამ მთავრობა 2 ატომური სადგურის ამოქმედებას გეგმავს. გასული წლის დამანგრევალ მიწისძვრამდე იაპონია ელექტროენერგიის 30%-ს ატომური სადგურებიდან იღებდა. უნგრელმა ფერმერმა უცნაური მოტოციკლეტი გამოიგონა. ხით და საქონლის რქით დამზადებული სატრანსპორტო საშუალება საათში 40 კმ-ის სიჩქარით გადაადგილდება. ხის მოტოციკლეტი ფიატის ძრავაზე მუშაობს და მის აწყობას 2 წელი დასჭირდა. ფერმერი სერიულ წარმოებასაც გეგმავს, თითო მოტოციკლი 160 евро ეღირება. იდეა ველოსიპედის შექმნის შემდეგ გამიჩნდა. ხის მასალებით რამდენიმე ცალი ველოსიპედის შექმენი და შემდეგ ჩემთას უთხარი. რატომაც არ უნდა გავაკეთო მოტოციკლეტი? გამონაბოლქვის თავიდან ასაცილებლად მოტოციკლეტში კაუჩუკის მისადენი დავამონტაჟე. მოტოციკლის წყლებიც კი ხისგან არის დამზადებული.